ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. საღამო მშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ თემა მე ნანა რობაქიძე ვარ. წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ ნაწილში მოწვეულ სტუმარს, ექიმი, სტომატოლოგი, ორთოპედი, უნივერსიტეტის ლექტორი ლიკა ლატარია. ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. აროსი გადიოდა და ბუნებრივია იქ ჩვენ საუბრობდით ესთეტიურ ღიმილზე, პირის ხროს ჰიგიენაზე და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად უკავშირდება ეს ყველაფერი ზოგად ჯანმრთელობას და პირდაპირ კავშირშია ეს გასაგებია, მაგრამ დროდადრო ამას შევიტყობთ იმ კითხვებიდან და იმ პასუხებიდან, რომელზეც თქვენ გასცემთ პასუხებს და პირველი კითხვა ბუნებრივია ეხება ესთეტიურ ღიმილს. მაინც რა არის ეს ესთეტიური ღიმილი? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ღიმილი ეს არის კომუნიკაციის ფორმა, როდესაც პაციენტები, ზოგადად ადამიანები ქმნიან პირველად შთაბეჭდილებას. ღიმილი აისახება როგორც პირად ურთიერთობებზე, ასე პროფესიულ ურთიერთობებზე და სოციალურ ურთიერთობებზე. სწორედ ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ლამაზი ესთეტიური ღიმილი ადამიანის ცხოვრებაში. ასევე ის ძალიან დიდ გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე და ზოგადად ცხოვრების ხარისხზე. ზოგადად სტომატოლოგია, ჩვენი სფერო ესთეტიური სტომატოლოგია იმსახურება, მიეკუთვნება იმ მოიცავს როგორც სამედიცინო განათლებას და ცოდნას, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენ სფეროში ისეთი თვისებების ქონა, როგორიც არის ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი და ასევე ის მოიცავს ხელოვნებასაც. შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ მკურნალობთ კბილებს, არამედ პაციენტების თვითშეფასებასაც ვზრდით, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ მნიშვნელოვანია ყოველთვის ჩვენ სფეროში გავითვალისწინოთ პაციენტების სურვილები, მათი მოლოდინები და ზოგადად თვითონ ესთეტიური სტომატოლოგია სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება. აი როგორ ხდება, ეხლა მოლოდინები ახსენეთ თქვენ პაციენტების მოლოდინები. აი როგორ ხდება პაციენტების მოლოდინების გათვალისწინება, დაგეგმარება როგორ მიმდინარეობს? საკმაოდ რთული სფეროა. დიახ, დაგეგმარება ხდება, დაგეგმარების პროცესი არის ზოგადად მრავალ ეტაპიანი. პირადად მე მაგალითად ყოველთვის ორ ვიზიტს, ანუ ორ კონსულტაციას ვატარებ ხოლმე. პირველი კონსულტაცია ძირითადად მოიცავს პაციენტის გაცნობას, მისი სურვილების გაგებას, თუ რას ელოდება პაციენტი ჩვენგან. ამის შემდგომ უკვე არის მეორე ეტაპი, სადაც ხდება მკურნალობის გეგმის გაცნობა. პირველ ეტაპზე ყოველთვის ვცდილობთ მოვისმინოთ მაქსიმალურად რა სურს პაციენტს და ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია. ხდება ფოტოგრაფირება პაციენტის, ფოტოპროტოკოლის შედგენა, ხდება რენტგენოდიაგნოსტიკა პაციენტის და ასევე საჭიროების შემთხვევაში ხდება სადიაგნოსტიკო მოდელების დამზადება, ანუ სადიაგნოსტიკო ანაბეჭდების დამზადება. ეს შეიძლება მოხდეს ორი გზით, ეს არის სკანირების გზით, ანუ ციფრულად და ასევე შესაძლებელია ავიღოთ ანაბეჭდი. ანუ თქვენ ახლა უკვე გვესაუბრებით თანამედროვე მეთოდებზე, რა თანამედროვე მეთოდები გამოიყენება? ეს ორი ვიზიტი, ანუ ეს ორი კონსულტაცია საჭირო არის იმისთვის, რომ ზუსტად გავიგოთ რას ელოდება პაციენტი ჩვენგან. ზოგადად ღიმილის ესთეტიკა მოიცავს ძალიან ბევრ კომპონენტს და ერთ-ერთი ეს არის კბილების პროპორციულობა, ანუ კბილების ფორმა, ფერი, ღრძილების მდგომარეობა, ღრძილების ჯანსაღი, შეფერილობა, კონტური, ტუჩები და ასევე სახის ფორმაც. არსებობს სხვადასხვა სახის ფორმა, როგორც არის მრგვალი, ოვალური და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენი მიზანია გავიგოთ რა სურს პაციენტს და ჩვენ რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. მაგალითად, ოვალური და მრგვალი ფორმის სახისთვის უფრო გეგმავთ ხოლმე რომ იყოს მოგრძო კბილები, მოგრძო ფერის კბილები, როდესაც აი საჭრელი კიდე უფრო გამოხატულია. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ორი კონსულტაცია. და ესე იგი ესე გეგმავთ ხოლმე წინასწარ რა შედეგი უნდა მივიღოთ. დიახ, გასაგებია. აი, თქვენ ახსენეთ მკურნალობა, კონსულტაციები, პაციენტთან შეხვედრა, ვიზიტები ბუნებრივია, ხომ მე მაინტერესებს როგორც რიგით ადამიანს. დაუშვათ პირის ღრუს სჭირდება მოწესრიგება.
ეს ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, სანამ დაუშვათ მოწესრიგებაში გულისხმობ სამკურნალო კბილებს და ასე შემდეგ, სანამ დაუშვათ ის პროცესი არ დამთავრდება, მანამ ვერ შევუდგებით ესთეტიკური ღიმილისთვის ზრუნვას, ხო? მივხვდი თქვენ შეკითხვას, ესე იგი, ხანგრძლივი პროცესია, განსაკუთრებით ორთოპედიული ანუ ერთ დღეში, ორ დღეში, კვირაში ამ საქმეს ვერ მოვიდეთ. დიდი ალბათობით ვერა, უფრო ხანგრძლივი პროცესია. შესაძლებელია ეს ერთ წლამდეც კი გაგრძელდეს ჩვენი მკურნალობის. ძალიან ბევრი დრო გითხარით, არ შეგვაშინოთ, გავიტანიკა. არ გაშინოთ, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტი ყოველთვის სარგებლობს დროებითი გვირგვინებით. ზუსტად ამას ემსახურება ესთეტიური სტომატოლოგია. დროებითი გვირგვინები ეს არის რამდენიმე გზით შეგვიძლია მივიღოთ დროებითი გვირგვინები. ეს ძალიან თანამედროვე მეთოდად ითვლება ციფრული სტომატოლოგია, ანუ დაინერგა ციფრული სტომატოლოგია. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დროებითი გვირგვინები გავამზადოთ როგორც სავარძელთან, ასევე ჩვენ შეგვიძლია ეს ციფრული გზითაც მივიღოთ. ანუ, როდესაც პაციენტი ჩვენთან მოდის და ვიწყებთ მკურნალობას, პირველივე ვიზიტზე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დროებითი გვირგვინები დავამზადოთ. შესაძლებელია პირველ ვიზიტამდე, როდესაც ვახორციელებთ ციფრულ დაგეგმარებას, მოვახდინოთ სკანირება პირის ხრუსი და წინასწარ უკვე გქონდეს დროებითი გვირგვინები. და როდესაც უკვე დავიწყებთ პრეპარირებას, ეს დროებითი გვირგვინები ჩვენ მზად გვაქვს და პაციენტი სარგებლობს რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ დროებითი გვირგვინებით. მას არ აქვს განცდა იმისი, რომ უწევს რაღაცა ცხოვრებისგან ესე რომ ვთქვათ მოწყვეტა. ჩვეულებრივად შეუძლია დისკომფორტი ამ დროს არ ეკნებას არანაირი. აი საინტერესო ხა თქვენ გვირგვინებზე საუბრობთ, შესაძლოა არც კი ამოგიწურიათ უკვე და მე შეგაჩერეთ, მაგრამ ვინირსა და გვირგვინ შორის რა სხვაობა, რა განსხვავება ესეც რო გვიყვართ. პაციენტების უმეტესობას აქვს ხოლმე მსგავსი შეკითხვა, რა განსხვავება ვინირსა და გვირგვინს შორის. ვინირის დროს ვინირი არის უფრო ნაკლებად ინვაზიური. აი რა არის ვინირი? ვინირი, ესე იგი, ნაკლებად ინვაზიური მეთოდია უფრო მეტად, ანუ ჩვენ მკურნალობის პროცესში ვახორციელებთ კბილების დაქლევას, ესე ვეძახით უხეშად რო თქვათ, ანუ პრეპარირებას. შესაბამისად, დაქლევის პროცესში ვინირის დროს გვჭირდება დაახლოებით 0.3 მმ-ის რაოდენობის ქსოვილი, რომ ავიღოთ იმისათვის, რომ დამზადდეს ვინირი. შესაბამისად, ითვლება ნაკლებ ინვაზიურ მეთოდად. ანუ ეს არის ხელოვნური გვირგვინის ნაირსახეობა, რომელიც წინა მიდამოში, ესე რომ თქვათ, ვესტიბულურ მიდამოს ვეძახით, სამეცნიერო ტერმინოლოგია ესეთია, ხდება ვინირით დაფარვა კბილების. გვირგვინი ვინირისგან განსხვავებით 360 გრადუსით მოიცავს კბილის ქსოვილებს. ანუ თუ ვინირი მხოლოდ წინა მიდამოში არის, გვირგვინი უკვე სასისკენა მიდამოსაც ფარავს, ესე რომ ვთქვათ. ანუ გადადის უკვე 360 გრადუსით ფარავს თვითონ კბილს. შესაბამისად ეს არის თავი განსხვავება, თუმცა ესთეტიკის კუთხით ვინირი და გვირგვინი აი რთული გასარჩევია ერთმანეთისგან, სანამ პირის ხრუში, ესე რომ ვთქვათ, ჩავიხედავთ და პროფესიონალი სანამ ნახავს ვინირია თუ გვირგვინი. პაციენტისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რომელს გაიკეთებს, ვინირს თუ გვირგვინს. მთავარია გავიგოთ მისი სურვილი, რა სურვილი აქვს, რა შედეგის მიღება უნდა და აქედან გამომდინარე მე უკვე ეს დამოკიდებულია ვინირი იქნება თუ გვირგვინი, დამოკიდებულია კბილის ქსოვილების სიჯანსაღეზე, ასევე დამოკიდებულია რამდენად მოხერხდება ვინირის გაკეთება, იქიდან გამომდინარე, რომ ხანდახან იმდენად სურს პაციენტს ფორმის და ფერის ცვლილება, რომ აი შეიძლება ამ თხელი კერამიკული ვინირით ვერ მოვახერხოთ, რომ ეს ფორმა და ფერი შევცვალოთ. ამიტომ ყოველთვის დავდივართ ინდივიდუალობასთან, მივდივართ და ყველა პაციენტი ინდივიდუალურია, უნიკალურია და უნდა გადავწყვიტოთ მისი სურვილების მიხედვით, რომელი აირჩევა, რომელი კონსტრუქცია და რა ტიპის მკურნალობა ჩატარდება. არა მარტო სტომატოლოგიაში, არამედ ზოგადად და ეს არ შეეხება მხოლოდ მედიცინის სფეროს. მაგრამ მით უმეტეს მედიცინის სფეროში ალბათ წარმოუდგენელია მუშაობა გუნდის გარეშე. იმიტომ რომ ერთი კონკრეტული ექიმი ვერანაირად ვერ ამოწურავს, აღმოფხრის იმ პრობლემებს, ან იმ საკითხს და ვერ გადაწყვეტს, რაც პაციენტს აინტერესებს. ალბათ თქვენთანაც ასე არის, ხომ? რატომ არის მნიშვნელოვანი გუნდური მუშაობა? ორთოპედიულ სტომატოლოგიაში ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია გუნდთან ერთად მუშაობა, რადგან ხანგრძლივი პროცესია და სხვადასხვა პროფილის
ექიმების ჩართვა გვჭირდება. ჩართული არის რა თქმა უნდა მკურნალი ექიმი, სხვადასხვა პროფილის ექიმები, ჩართული არის ტექნიკოსი კბილის და ასევე პაციენტმა მნიშვნელოვანია რომ იგრძნოს ამ გუნდის წევრად თავი, რადგან ეს პროცესი იმდენად ხანგრძლივია. გუნდის წევრად. იმდენად ხანგრძლივია ეს პროცესი, რომ პაციენტის მოტივაციის და პაციენტის დახმარების გარეშე ძალიან რთულია რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. სწორედ ამიტომ ასევე მინდა აღვნიშნო რომ მკურნალობის დასრულებისას პაციენტმა ყოველთვის უნდა იცოდეს რომ მკურნალობა ეს ბოლომდე არ არის დასრულებული და მნიშვნელოვანია რომ მკურნალობის შემდგომ 3 თვეში, შემდეგ უკვე 6 თვეში და 1 წელიწადში ერთხელ აუცილებლად მოვიდეს განმეორებით კონსულტაციებზე, რომ შეფასდეს ჩატარებული მკურნალობა და თუ რაიმე იქ ისეთი იქნება რაც არ იქნება მოსაწონი ჩვენთვის ექიმებისთვის რაიმე ჩივილი იქნება, დროულად რომ მივხედოთ, რათა ავირიდოთ გართულებები მომავალში. გასაგებია. აი დღეს იმდენად დიდია წინწასულია ტექნოლოგიები, რომ აი ყველაფრის თითქმის ყველაფრის გაკეთება არის შესაძლებელი, თქვენ ამის შესახებ საუბრობთ გადაცემაში, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება პირის ღრუს, პირის აპარატს უფრო სწორად და არა პირის ღრუს, პირის ღრუზე. შემდეგ ვისაუბროთ და ძალიან კარგად თქვით ასევე გადაცემის დასაწყისში, რომ კომუნიკაციის საშუალებაა თავისთავად არა მარტო სამეტყველო არამედ ვიზუალურადაც, იმიტომ რომ ჩვენ პირის მეშვეობით ძალიან ბევრ მიმიკას ვიღებთ და რაოდენ სასიხარულოა რომ ჩვენი ღიმილი არის დაუშვათ ესთეტიური და ამის ხელმისაწვდომობა საშუალება არსებობს დღეს. მაგრამ ყველა პაციენტს ალბათ, მათ შორის ალბათ მეც, ალბათ არა მეც ძალიან მაინტერესებს ხომ არ არის ეს სერიოზულ ტკივილთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ბევრს ამ ტკივილის მოთმენის უნარი არ აქვს. ესეც გასაგებია რომ არსებობს სხვადასხვა საშუალებები, ვერ ვასახელებთ რეკლამაში არ უნდა ჩაგვეთვალოს, გამაყუჩებლები, ასე შემიძლია ვთქვა, რაც შეუმსუბუქებს ტკივილს პაციენტს, მაგრამ მაინც რას ეტყვით? თქვენ უკვე გითხარით რომ ხანგრძლივი პროცესია. ახლა 1 წელი შეიძლება მოიცვას მთლიანად პროცესმა, იმიტომ რომ საბოლოოდ მივიღოთ საუკეთესო შედეგი. საუბარია აქ უკვე მასშტაბური მკურნალობაზე და არ არის ერთეული გვირგვინები. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის პროცესი, განსაკუთრებით თუ იქ სახსრის პრობლემებიც არის და საჭიროებს ასე რომ ვთქვათ გნათოლოგიურ მკურნალობას, რაც სახსრის მკურნალობას მოიცავს უხეშად რომ ვთქვათ. ესეთ დროს შეიძლება გაგრძელდეს დიახ, ხანგრძლივი პერიოდი საკმაოდ შეიძლება და არა დავუშვოთ კონკრეტულ საკითხთან გადაჭრის პროცესში. აი, როდესაც საჭირო არის სხვადასხვა პროფილის ექიმების ჩართვა. ესეთ დროს და როდესაც მასშტაბურია მკურნალობა, ესეთ დროს რა თქმა უნდა ხანგრძლივია უფრო პროცესი. და ბუნებრივია ამას ყველაფერს ურჩევთ პაციენტს, იმიტომ რომ ის თავიდან ბოლომდე მოწესრიგებული წავიდეს და კმაყოფილი რაც მთავარია თქვენგან. აი, ტკივილს დაუბრუნდები. რამდენად უკავშირდება ეს ყველაფერი ტკივილს? ავიტანთ ჩვენ რიგითები, ვისაც დაუშვოთ გვეშინია, ექიმების სხვათა შორის. და ეს შიში დღემდე რჩება. არ ვიცი, შესაძლოა ჩემი ასაკის ადამიანებში. ესე იგი, ტკივილის მენეჯმენტი დღესდღეობით სავსებით რეალურია და არსებობს ისეთი ადგილობრივი ანესთეზიო საშუალებები, რომლის საშუალებითაც და რომელსაც წყალობითაც პაციენტები ტკივილს ვერ გრძნობენ. მინიმუმამდე არის დაყვანილი, თითქმის არ არის ტკივნეული არც ერთი პროცედურა. ძირითადად ეს დისკომფორტი არის ხოლმე, როცა პაციენტს აქვს ფობიები, შიშები და ესეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომფორტული გარემო შევქმნათ პაციენტისთვის და ჩვენ ამას ვცდილობთ მაქსიმალურად. თუმცა თუ არის ისეთი ფობია, რომელსაც ვერ ვეხმარებით პაციენტს, რომ გადალახოს, ესეთ დროს არსებობს სპეციალური სედაციური საშუალებები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ და იშვიათად, ძალიან იშვიათად ზოგადი ანესთეზიის ქვეშაც შეიძლება მოხდეს მკურნალობა. თუმცა ეს არ გვჭირდება ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ კლინიკაში იმდენად კომფორტული გარემო არის, რომ პაციენტების უმეტესობა დიდი სიამოვნებით მოდის პროცესზე. ტკივნეული არ არის, ვახორციელებთ ტკივილის მენეჯმენტს ძალიან კარგად. აი ხა ცალკე თემად რაღაც მინდა გამოვყოთ პირის ღრუს ჰიგიენა. და მოდით დავიწყოთ ცოტა მცირე ასაკიდან, იმიტომ რომ პირის ღრუს ჰიგიენა უნდა დაიწყოს პატარა ბავშვმა, არ ვიცი ზუსტად რომელი წლიდან, ეს თქვენ მიკარნახეთ და რატომ არის მნიშვნელოვანი პირის ღრუს ჰიგიენა და შემდეგ უკვე ესთეტიურ ღიმილამდე მივიდეთ.
ამ შემთხვევაშიც რა წინაპირობას ვქმნით ჩვენ მშობლები, როდესაც ბავშვს ვაიძულებთ პირველ რიგში რომ მოუაროს თავის პირის ღრუს, მაგრამ მე უკვე ჩვევათ ეკცევა და ბუნებრივია თვითონ უჩნდება ეს სურვილი. ზოგადად პირის ღრუს ჰიგიენა იწყება დაბადებისთანავე, ესე რომ ვთქვათ. პირველივე დღე. როდესაც კბილი უკვე აი ამოიჭრება. როდესაც პირველი კბილი ამოიჭრება, უკვე დედა მშობელი იწყებს ჰიგიენას, პირის ღრუს ჰიგიენას. რაც გამოიხატება იმით, რომ აი შეგვიძლია ავიღოთ პატარა მარლის, ესე ვთქვათ, ნაჭერი, რომლითაც ფრთხილად გავასუფთავოთ კბილის აი პირი ძალიან ბევრი მაყურებელი ისმენთ ახლა თქვენ კაპიტოლიკა და ესე იგი მარლის ნაჭრით მხოლოდ მარლის ნაჭერი დასავლებული რამეში შეიძლება ეს უნდა მაქსიმალურად სიფრთხილით ფაქიზად მოვასუფთავოთ ესე რომ ვთქვათ ის მიდამო ძალიან მინიმალურად ხდება ეს ყველაფერი შემდეგ უკვე როდესაც აი ამოიჭრება ეს კბილები და უკვე 3 წლის ასაკიდან დაახლოებით ბავშვი უკვე იწყებს მიჩვევას ჰიგიენასთან, ანუ ჯაგრისის გამოყენებასაც იწყებს, დიახ, დაახლოებით 2 წლიდან უკვე ჩვევაში შეგვიძლია გადავიტანოთ კბილების მოწესრიგება და შესაბამისად ამასაკიდან იწყება უკვე მიჩვევა პირის ღრუს ჰიგიენას. და რატომ არის ეს აუცილებელი, რომ პატარაობიდან, აი ესეთი მცირე ასაკიდან დავიწყოთ მიჩვევა? რა თქმა უნდა, ჰიგიენის გარეშე შეიძლება ანუ კარიესი წამოვიდეს მაგალითად პატარა ბავშვებში, რაც მეორე უკვე მკურნალობას საჭიროებს, რა თქმა უნდა, ეს კბილების არძევია და შეიძლება მოხდეს ამ კბილების ექსტრაქციაც, რა თქმა უნდა, მოიცვლის, უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ესე რომ ვთქვათ. და აქედან გამომდინარე, ეს ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ პირის ღრუსთვის, არამედ ზოგადი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ორგანიზმისთვის. მთელი ორგანიზმისთვის და პირის ღრუ არის, ესე რომ ვთქვათ, გარემოსთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი ორგანო, ესე რომ ვთქვათ, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორად ჰიგიენა, დილას საღამოს რა თქმა უნდა მოხდეს კბილების გახეხვა, დილით საღამოს ცილის წინ, რბილი ჯაგრის უწევთ ხოლმე რეკომენდაციას და წყლის ირიგატორები არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გამოიყენოს პაციენტმა განსაკუთრებით თუ ორთოპედიული კონსტრუქციები აქვს, ასევე ფლოსები, კბილთაშორისი ჯაგრისები და ძალიან ბევრი საშუალებაა იმისთვის რომ პირის ღრუს ჰიგიენა სწორად შესრულდეს. დიახ, გასაგებია, აი ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე, როდესაც ადამიანს აქვს კარგი ღიმილი და მე მხოლოდ ესთეტიურ ღიმილს არ ვგულისხმობ. ჯანსაღი ღიმილი ყოველთვის ასოცირდება ჯანსაღ სხეულთან, რაზეც თქვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ უკვე გადაცემაში და ბევრი რამ ირკვევა პირის ღრუს მეშვეობით, რა დაავადებით შეიძლება იყოს პაციენტი დაავადებული და რა სჭირდება ყველაზე მეტად მიხედვა. აი თუ აწყდებით დავუშვათ თქვენთან როდესაც მოდიან პაციენტები მუშაობის პერიოდში რომ გარდა იმისა რომ თქვენ მათ მკურნალობთ ულამაზებთ ცხოვრებას და ვაღიაროთ რომ ეს ნამდვილად არის ცხოვრების გალამაზება იმიტომ რომ ბევრს აქვს პრობლემა კბილებთან დაკავშირებით და როდესაც კბილებს იწესრიგებენ ბუნებრივია ისინი ცოტა უფრო თვითდაჯერებულებიც ხდებიან და რაღაც სხვანაირად შედიან საზოგადოებაში. აი, საინტერესოა თქვენი მუშაობის პერიოდში, ახლა თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ შეგხვედრიათ პაციენტი, რომლისთვისაც გირჩევიათ, რომ აი თქვენი პირის ღრუ მე მეუბნება ამას, რომ თქვენ უნდა წახვიდეთ კონკრეტულ ექიმთან და ვიდრე დაუშვათ კბილებს მოიწესრიგებ, თქვენი ორგანიზმის ეს ორგანო არის მოსავლელი, აი თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა. ვინაიდან რადგანაც მე ორთოპედი ვარ, ანუ უფრო მეხება აი კონსტრუქციები, ხელოვნური გვირგვინები, ვინირები, ჩემთან ესეთ პაციენტები უფრო იშვიათად ხდებიან. თუმცა არის რა თქმა უნდა არის ისეთი შემთხვევები, როცა პაციენტი მოდის, აქვს გინგივიტი, აქვს პაროდონტიტი და უკვე მან რთავს სხვა პროფილის ექიმს, მაგალითად როგორც არის პაროდონტოლოგი და უკვე პაროდონტოლოგი გადაწყვეტს, რამდენად მიზანშეწონილია ამ პაციენტის სხვა ექიმების მეთვალყურების ქვეშ ყოფნა ამ პაციენტის, რამდენად საჭიროა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პაროდონტიტები, გინგივიტები და სხვა დაავადებები, პირის ღრუს სხვა დაავადებები იწვევს სხვა
ორგანიზმის ორგანოების რა თქმა უნდა დაზიანებასაც იშვიათად არის ხოლმე ისეთი გართულებები, მაგალითად გულსისხლთა სისტემის ხრივაც ვიღებთ ხოლმე გართულებებს ძირითადად პაროდონტიტიან პაციენტებში. და შესაძლოა ესეთი გართულებებიც მივიღოთ. ასევე თუ არ არის კბილები, ანუ საღეჭი აპარატი არ არის გამართული, ანუ შესაძლებელია საჭმლის მომნელებელი ორგანოების მხრივაც თავისთავად გართულებები იყოს და მივიღოთ ესეთი სხვადასხვა გართულებები. და პირის ხმაზე თქვენ გესაუბრებთ, ხო? რა თქმა უნდა, როდესაც უკვე დავთვალიერებთ პირის ხმას და ვნახავთ, რომ პაციენტის ხრცილები შესიებულია, ანთებითია, უკვე მან ჩნდება რაღაც კითხვები და საჭიროებს სხვა პროფილის ექიმების ჩართვას. გასაგებია. რამდენად ხშირია მომართვიანობა? აი დღესდღეობით არის თუ არა დაუშვათ ინფორმაცია ბოლომდე მიწოდებული ჩვენი ტელემაყურებლებისთვის. იმიტომ რომ ვიცით ცალკეულ კლინიკებში და კლინიკებს ვერ ვასახელებთ, ბუნებრივია დღეს რომელ კლინიკებში ხდება ესთეტიურ ღიმილზე მუშაობა, მაგრამ არის თუ არა გათვითცნობიერებული მაინც დღევანდელი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაწვდით ტელემაყურებელს, რამდენად მნიშვნელოვანია? ჩემს პრაქტიკაში თამამად ვიტყვი, რომ პაციენტების ალბათ 90%-ს აქვს ინფორმაცია, რას უნდა ელოდოს ჩვენგან და რისთვის მოდის. უმეტესობას აქვს ინფორმაცია. თუმცა დავბრუნდები, რომ პირველ კონსულტაციაზე, როდესაც გაცნობითი სახის კონსულტაცია გვაქვს, ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალურად გასაგებად ავუხსნათ პაციენტს რა სჭირდება მას და მოვისმინოთ მისი სურვილები, იმიტომ რომ ხანდახან არის რომ პაციენტის სურვილები და ის რაც ჩვენ შეგვიძლია ექიმებს ერთმანეთს არ ემთხვევა და შესაძლებელია ის შედეგი ვერ მივიღოთ რაც მას აი რა ხდება ამ შემთხვევაში, როდესაც არ ემთხვევა? ყოველთვის ვახერხებთ ხოლმე გავიგოთ რას ელოდება პაციენტი. ზუსტად ამისთვის არსებობს აი ეს ციფრული პროტოკოლი, სადაც ვახორციელებთ სკანირებას, ასევე სახის სკანირებასაც ვახორციელებთ. არსებობს ესეთი მოკაპ ტექნიკა, როდესაც პაციენტთან გადაგვაქვს დროებითი გვირგვინები. ზუსტად ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ყველა ეტაპზე პაციენტი ხვდება ეს მისთვის მისაღებია თუ არა, რა შევცვალოთ, როგორ შევცვალოთ, ასევე რაღაც ვიდეოს სახით, აი 3D გამოსახულებაც შეგვიძლია ავაჩვენოთ პაციენტს, როგორი ღიმილი ექნება მკურნალობის დასრულების პროცესში. და მან წინასწარ იცის რა შეგვიძლია. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს კონსულტაციები პაციენტთან და ზუსტად ამიტომ არის, რომ ხანდახან ორი კონსულტაცია უფრო სწორად ხშირ შემთხვევაში ორი კონსულტაცია გვაქვს და ხანდახან უფრო მეტიც. მანამ სანამ არ ამოვწურავთ ამ თემას და არ გავივლით მთლიანად მკურნალობის გეგმას, ყველა პუნქტს, რა ეტაპზე რას უნდა ელოდოს პაციენტი და შესაბამისად ესეთი გაურკვევლობები არ ხდება ხოლმე. ანუ მომსახურების სერვისი არის საკმაოდ მაღალი და საკმაოდ მოცულობითი. და ბუნებრივია პაციენტების ინფორმაცია, რადგანაც გააჩნიათ, ბუნებრივია კონსენსუსამდე აუცილებლად მივყავთ, მით უმეტეს ისეთი ტექნოლოგია ჩამოთვალეთ და ისეთი მუშაობა, რომ როდესაც პაციენტს წინასწარ ეცოდინება რა შედეგი დაიდება და უკვე მოწონს ეს ყველაფერი, შეთანხმება აუცილებლად რომ პროცესში შევცვალოთ კიდეც. აი, თქვათ, ფერი, ფორმა კბილის ნებისმიერ დროს გვაქვს შესაძლებლობა, რომ დროებითი გვირგვინების ეტაპზე ეს შეიცვალოს და მივიღოთ სასრული შედეგი. როცა უკვე სასრული შედეგს მივიღებთ, ჩვენ ტექნიკოს ვინც აკეთებს ესე რომ თქვათ ამ გვირგვინებს, უთხრათ რა მოსწონს პაციენტს, როგორ ზუსტად იდენტური ფორმა რომ გაიმეოროს და ნაკლებად ხდება ხოლმე, რომ რაღაცა მოულოდნელ ეფექტს იღებს პაციენტი. აი ეს ვაუ ეფექტი, რასაც ვეძახით ხოლმე, როცა ბოლოს ვიღებთ, სწორედ ამიტომ არ არის ხოლმე, რადგან პაციენტები როდესაც დროებითი გვირგვინებით ხშირად დადიან, აი ეს ბოლოს, როდესაც ხდება დაცემენტება, ვაუ ეფექტი უკვე აღარ აქვთ, იმიტომ რომ ეს დროებითი გვირგვინები წინდან დახვეწილია, ესთეტიურია და ლამაზია, რომ მკურნალობის პროცესშიც მოსწონთ და ეგუჩვებიან უკვე ამას. და მათი ირგვლივმყოფი ადამიანებიც უკვე კარგადაც შეგუებულები არიან თუ როგორი იქნება მისი საბოლოო სახე, ფერი ახსენეთ. და მე მახსოვს, როდესაც ეს ტექნოლოგიები ახალი შემოსული იყო, ყველა ცდილობდა, რომ მისი კბილის ფერი ყოფილიყო. ვიტყვი ამ სიტყვას არ შემეშინდება, ცოტათი არაბუნებრივი. ანუ ყველას უნდა ქათქათაფერი რაღაც, მაგრამ შეესაბამება, შეეფერება ყველა სახის კანს, ფერს და უშუალოდ იგივე კბილის ფერი. და არწმუნებთ თუ არა პაციენტებს, რომ არ არის საჭირო ყველაზე ქათქათა კბილების ჩასმა. ძალიან ინდივიდუალურია ყველა შემთხვევა. ჩვენ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა, რომ პაციენტს ვაჩვენოთ, თუნდაც ფერი შევცვალოთ ყველა ვიზიტზე.
თუნდაც უფრო თეთრი ვცადოთ, ან პირიქით უფრო მუქი კბილები ვცადოთ და შესაბამისად პაციენტი ხვდება რა სურს მას და ის რომ პაციენტი რაღაცაში გადავარწმუნოთ, ეს ამის უფლებას აღარ აძლევს თქვენ თავს. რა თქმა უნდა, ეს თუმცა რა თქმა უნდა, როცა მოდის პაციენტი და რჩევას ეკითხება, რა თქმა უნდა, რჩევას მივცემთ. თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია, აი, რა სურს პაციენტს, აქედან ყოველთვის აქედან გამოვდივართ ხოლმე, რომ განსაკუთრებით ეს ესთეტიკას ეხება, არ ვსაუბრობ ფუნქციაზე. როცა ფუნქცია და ესთეტიკა ერთმანეთს არ ემთხვევა, ყოველთვის და რაღაც პაციენტი ისეთ სითხოვს, რაც მისთვის არ არის მიზანშეწონილი, ყოველთვის ვირჩევთ ფუნქციას. და ესთეტიკა ამ დროს უკვე გვერდით აი ფუნქციაში რას გულისხმობთ ახლა როცა აი სახეჭი აპარატის მუშაობას, თანკბილას მაგალითად, რომ აი აღდგეს მთლიანად ფუნქცია კბილების რაც არის საყურადღებო. პირველ რიგში ყოველთვის ფუნქცია, შემდეგ უკვე ესთეტიკა. თუმცა ხშირ შემთხვევაში ორივე ერთმანეთს აბალანსებს და ერთად ორივე შედეგს კარგად ვიღებთ. სხვათა შორის მასწავლებელი ხომ მასწავლის სკოლაში და ძალიან ბევრ რამეს იღებს მოსწავლე. პირველ რიგში ალბათ ისმენს, ჯერ ვიზუალურად უნდა მოეწონოს მასწავლებელი. ახლა რატომ აქვს აქცენტი მასწავლებელზე გაკეთებული? მე უნდა მოეწონოს მისი მონათხრობი, რომ შეისწავლოს და დაინტერესდეს. მე ახლა დაბალი ასაკის ბავშვებს გულისხმობ. რა თქმა უნდა, მისი მეტყველებითაც უნდა მოიხიბლოს, რომ მოსმენის უნარი გააჩნდეს. პატარა ბავშვებში ეს ძალიან რთულია და როდესაც ესთეტიურად ესეთი აღნაგობის ექიმი იქნება პაციენტთან, ბუნებრივია მასაც გაუჩნდება სურვილი, რომ ექიმის შესაბამისად მოახდინოს ის ცვლილებები, რაც აწუხებს დაუშვათ და რისი სურვილიც გააჩნია. ახლა რა კითხვა მაქვს? მე ყოველთვის ვსვამდი ამ კითხვებს სხვადასხვა გადაცემებში და მხედველობაში მაქვს გენდერი. ანუ ქალები უფრო ხშირად არიან თქვენი პაციენტები თუ მამაკაცები და თუ მეტყვით დაუშვათ რომელი უფრო ხშირად თქვენი აზრით რა განაპირობებს ამას? მე ვფიქრობ, რომ მეტწილად თანაბრად. შეიძლება ოდნავ დამიკვირდა სხვათა შორის, ახლა მე მეგონა რომ ქალებზე იტყოდი. ოდნავ უფრო მეტად შეიძლება ითქვას, რომ ქალები, თუმცა მამაკაცები დიდი სხვაობა არა, ვერ ვიტყვი, რომ დიდი სხვაობა არა. ვფიქრობ თანაბრად. შეიძლება ოდნავ მეტად ქალები. ქალები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას ესთეტიკას, თუმცა მხოლოდ ესთეტიკა ხომ არ არის, იქ ფუნქციაც არის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თანაბრად. კაპიტოლიკა, ახლა ძალიან ბევრი მაყურებელი გვიყურებს ჩვენ და ბუნებრივია აინტერესებთ კიდევ უფრო ბევრი რამ, შესაძლოა მე იმ კითხვებს ვერ ვსვამ, რაც ჩვენს ტელემაყურებელს სურს რომ მოისმინოს, მაგრამ აი რჩევის სახით, რაღაც რეზიუმეს სახით თქვენ რას ურჩევდით ჩვენს მაყურებელს, აი დაბალი ასაკიდან დაწყებული, მე ისევ ჰიგიენიდან დავიწყებდი ალბათ, მაგრამ ეს თქვენი პრეროგატივა. რას ურჩევდით ჩვენს მაყურებელს, რას უნდა მიაქციონ ყველაზე დიდი ყურადღება? მე მესმის, რომ არსებობს შესაბამისი დაწესებულებები თქვენ ემსახურებით პაციენტებს, მაგრამ რა შეუძლიათ მათ მანამ სანამ ექიმთან მივლენ? ისიც ვიცი, რომ ესთეტიური ღიმილის სხვა რამეა, ვიდრე კბილის მკურნალობა და ტკივილი კბილის და ეს საერთოდ სხვადასხვა სივრცეა, მაგრამ მაინც არის რაღაც, რასაც ჩვენ თუ კი მეტ ყურადღებას მივაქცევთ, ბუნებრივია ჩვენი ორგანიზმი, იგივე პირის ღრუ, იგივე კბილები უფრო მეტად მოგვემსახურებიან, მოდი ასე ვიტყვი და აი ამ რჩევის სახით რა შეგიძლიათ მათ რა უთხრათ? პირველი რეკომენდაცია რა თქმა უნდა არის ჰიგიენა. კი ბატონო, რეკომენდაციის სახით წარმოუდგენელია ჰიგიენა, დილა-საღამოს ჯაგრისით გახეხვა კბილების, ეს არის პირველი რეკომენდაციასაც გავცემთ. ასევე ყოველთვის გავცემთ იმ რეკომენდაციას, რომ მაქსიმალურად შეეზღუდონ რაციონში შაქარი, მიიღონ ვიტამინებით მდიდარი საკვები და პირველივე ჩივილისას, ანუ როდესაც რაღაც შეაწუხავს, მაგალითად ეს იქნება ღრძილების ანთება თუნდაც, ან მცირე ტკივილი, ყოველთვის ურჩევთ, რომ პირველივე ტკივილისას არ გადადონ ვიზიტი და ყოველთვის მალევე მივიდნენ სტომატოლოგთან, რადგან უკან არ დაიხევს ეს პროცესი და შემდეგ უკვე უფრო რთული იქნება მკურნალობა. ჩვენი რეკომენდაცია ყოველთვის ესეთია. გეგმიური ვიზიტი სტომატოლოგთან 6 თვეში ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია. პირის ღრუს ჰიგიენა, პროფესიული ჰიგიენა 6 თვეში ერთხელ და ასევე უნდა გამოიყენონ სავლებები პირის ღრუს საჭიროების შემთხვევაში, ფლოსი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კვირთაშორისი ჯაგრისები, წყლის ირიგატორი და სწორი მოვლის ფონზე
ვფიქრობ, რომ არ იქნება ესეთ გადაუჭრელ პრობლემამდე არ მივალთ. ტკივილის შემთხვევაში და რაიმე დისკომფორტის შემთხვევაში, რაც უფრო მალე მიმართავენ პროფესიონალს, მით უფრო მალე მოაგვარებენ ამ პრობლემას. სხვადასხვა ძალიან კარგ რჩევებს აძლევთ ახლა ჩვენს ტელემაყურებლებს და ასევე მინდა რომ არ გავაღიზიანოთ ჩვენი ტელემაყურებლები, იმიტომ რომ კვების შესახებ ისაუბრეთ და ბუნებრივია ყველას არ აქვს იმის საშუალება რომ შესაბამისი საკვებით იკვებოს, მაგრამ ეს არის ექიმის რჩევა და თუ კი ამის საშუალება იქნება, ნამდვილად უნდა ვიღოთ ყურად და გავითვალისწინოთ ეს რჩევები. ვიტამინიზირებული საკვები აღნიშნეთ თქვენ, რაც მნიშვნელოვანია, ვიტამინი რაციონში. იმიტომ რომ მერე შესაძლოა შედეგი კიდევ უფრო უარესი დადგეს, ვიდრე დაუშვათ. აი ვიტამინებით მდიდარი საკვები ძალიან მნიშვნელოვანია, კალციუმით მდიდარი საკვები განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია, D ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ყოველთვის ვთხოვთ ჩემ პაციენტებს, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ შაქარი რაციონში. ასევე გაზიანი სასმელები და რა თქმა უნდა ნიკოტინის მოხმარებაც. აი ძალიან კარგი. მე ფაქტობრივად დასასრულს მივუახლოვდი და მინდოდა რომ აი დამემთავრებინა, მაგრამ ძალიან კარგი რამ თქვით. თამბაქოს მოხმარება, რაც ალბათ ერთ-ერთი პირველი თხოვნი არის. თავრესი შაქარი ახსენეთ, რასაც ბავშვებს პატარაობიდანვე ვუშლით ხოლმე და გაზიანი სასმელები, რომელიც არამხოლოდ კბილებს აზიანებს. დიახ, საჭმის მავნებელი სისტემისთვისაც ძალიან დამაზიანებელია და ესეთ რეკომენდაციებს ყოველთვის გავცემთ ხოლმე. განსაკუთრებით თამბაქოსთან მიმართებაში. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენს პაციენტებს ავუხსნათ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ შეზღუდონ თამბაქოს მოხმარება. დიახ. გასაგები, ეს ყველაფერი მოქმედებს როგორც ორგანიზმზე, ასევე კბილების სფეროზე და ძალიან ბევრი ორგანოს დაზიანებაზე. უღრმესი მადლობა, გაირბინა ნახევარმა საათმა და ალბათ არ გვეყო იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა ჩვენი ტელემაყურებლებისთვის, მაგრამ პირობას ვაძლევ მათ, რომ აუცილებლად მოგიწვევთ შემდეგ გადაცემებში. მინდა შევახსენო ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი გახლდათ ექიმი სტომატოლოგი, ორთოპედი, უნივერსიტეტის ლექტორი ლიკა ლატარია. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად.